Russia დღეს გამოდენი ევას ჯერია. კაი გოგო. ზეცა მომყავდა მას. წეჭგა ქონა და ეხსიტიებდა ზეცა წინა დღეს. უსტია ეთყობა. იდგინა ფეხი თათი. просто თათი უფრო იდგინა ვიდრე ფეხი. შემეცოდა თავტოვე და ეს წამომიყვანა. ამას კი უკვე სადაც უნდა გაუვიდეს. იმედია ევა ამე სისულელეს არ გააკეთებ. სტოკეტო საბალკონი. ამოდი აქვე მიჩაქიშო. ადი გოგო. დაი. თან ძალიან უნდა და წამოსვლა წინაზე რო დავტოვე სიტყვას ჭამდა გალის ეხლა კიდე სიხარულისგან გაგიჟებული იყო რომ მიყავდა ნახოთ აბა Ciao. Che devo dare? Ci vuole qua.
ისე იქ გადავით. რა გაიწვება. ისევ ამაში შემოუვარდა, სადაც აყენ. მეგონი ბაჭია არის ის. თინაძირალა ბაჭია და ისაკ. აი ვიღ გადაჭრა დაბლიდან და ამოვიდა 1-50 მეტრა და ისევ ამაში შემოუვარდა. მოყვა და ხა ისევ იქაყებს. 100 მეტრით, 50 მეტრით გვერდზე სადაც იპოვა. გარი ჩათლახი რაღაცა არის 99% კურდღელი ბაჭია მაგრამ გარი ჩათლახი არის უკანა მაცხელი შეუშალა რო გადაიარა კურდღელმა 3 წამში 4 წამში მანქანამაც გადაიარა ზედ შესულია ყიანებიდან ერთი ჩემგან არის 115 მეტრაში ეს რაღაც შუაში არის ამ ყიანების ეხლა თუ ამან გაიახლა ძალიან კარგი იქნება რომ ეგეთი მაიმუნობის დაახლება ზოგადად დიდ ძაღლებს ჭირთვამე თავის ნავალი წავიდა აი ნავალიდან ერთი 20 მეტრი თაბლა ირბინა შევარდა მაგაში, სადაც საწოლ ადგილს შეცდა და შევარდა მაგაში და ეხლა თუ ამან გაიახლა თან ისე რომ არ უბუქსავია ისე გააკეთეს ყველაფერი რა ძალიან მალევე აკეთებს და ნახოთ აბა თუ გაიახლებს ეს თუნა გაიახლოს ყვალში არ ყავს და მე მგონი რომ არც გაეპარება
Давай გააგრძელა, давай. შესქელოში. აი, რა ვქნათ. ეგეთი უხარისხო დევნები არის, მაგრამ ხარისხიანი მუშაობები. ძალიან რთული პირობები აქვს. მაღალი ბალახი, რაღაც ყველანაირი ყვავილი, მეც კი რო გძნობ. აყროლებული რაღაცნაირი სუნიანი. უჭირს ახს, მაგრამ რა ვქნათ. სახში რო დასვა, ფორმიდან ამოვარდება. აგე ოქტომბერში მივდივარ უკვე და რაღაცნაირად უნდა გავიჭიროთ მეც და ძაღლებმაც და ფორმა აუკრიფოთ რა. იქ თუ ამაზე კარგი პირობები დაგვხდა, სამაგიეროდ ბევრად გაუმარტივდებათ მუშაობა და წინაზე რო ვიყავი, გაცილებით უკეთესი პირობები იყო. მარტივი არ იყო, მაგრამ უკეთესი იყო, ვიდრე საქართველოში არის და შეხედა. ყვავილი სულ ყველგან. მაღალი ბალახი. კვდებოდა წეღან ამის ხველებით ისე ახველებდა რაღაცები შეუფრინდა ცხვირში და რაც არის ეგ არის, თავარია თავს არ ზოგავს, მუშაობს, შრომობს, წვალობს. ხან ისეა, ხან ასე არის. სეზონზე უკვე უკეთესი პირობები რო ექნება, გაცილებით უფრო ხარისხიანი დევნები ექნება და უფრო გაუმარტივდება მუშაობა კიდევაც. ეხა კიდე იმედი მაქვს, რომ კიდე მესამეჯერ გაიახლებს რა. ასაკით პატარაა, ძალიან გამოუცდელი არის. 1 წლის არის. წლის და ალბათ წლის და 2 კვირის რა. მაგრამ თავს ნამდვილად არ ზოგავს რა, ძალიან მეიმედება ეს ლეკვი და ნახოთ რა იქნება საბოლოოდ. ამ სეზონზე უკეთ გამოჩნდება, ესეც მიყავს წელს სერვეთში. გამოცდილებას აიღებს, შედარებით მეტი შანსი მექნება და თუ გაუმართლებს, არ მგონია რომ უკმაყოფილო დამტოვოს თავისი მუშაობით. იქ მარტო ის არ არის, რომ კიდე თუ არ მოიგე. ყველაფერი ერთად არის, უფრო მეტი ძაღლით და ხო, მეტი შანსი გაქვს. შეიძლება ზეცას არ გაუმართლოს და ამას ისეთი გაუმართლოს, ისეთი შედეგი დადოს, რა ვიცი. ნახოთ რა იქნება. არ ვეშვები, მინდა მაინც გავაახლები. მოდი. მოდი, ევა. დავი. ხოჩა. ამის კიდე ერთი 100 მეტრა იქნება, 150-ს დაკარგა ბოლოს და ეს ადგილი შემოიარა. გუგი მოატა.
და კიდე ამაში უშუალო იქნება აქ იყოს გადმონასვლელი.